შენ ძალიან კარგი ხარ ამ თამაში. თქვენ ამასობაში აქ გამოიწერეთ და მე იმედი არ დამენძრევა. შენი ხარ. აი რომ მოგჩებიან ხლიცინს მე გოცემ პასუხს. ამ დრომდე იყო ბავშვების რაღაც გართობა თამაში. მერთო დაგვენძრა. აი ხა გადავდივარ. მერთო მძიმე დაგვენძრა. აუ ძალიან ცხარია მეკო. მიშა მოდიო. მაიკლი გარდაიცვალა და მეთქი ვაიმე და ანუ ეგ არ მასწავლა მე რა ვქი. ისე გაიხსენე, თორე კუჭი შედო გაიხსენე კუჭიც აქტივდება და ტრაკიც. აუ ძალიან ცუდი ტრეილერი გაუკეთეს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები და დღეს ჩვენი სტუმარი არის ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს, ცუდი არავის არ უთქვამს. ბასტო ფანტასტო. რამდენ ადამიანს გამოკითხე? არავის არ უთქვამს, ცუდი რამდენი ადამიანი არა. მე კითხვა დაგისვა, ახაც დაგისვა, რატო დაემთხვა ჩემ მოსვლა და ეს რაღაცა, აი ეს ტელევიზორში მაქვს ნანახი და ტელევიზორიდანაც მეცხარა რა, ცრემლები წამოვივიდა, რატო დაემთხვა? What do you mean? What do you mean by shaking it? What are you doing? What do you mean? What do you mean? What do you mean? ხო, მოკლედ ხარეს მივირთმევთ, გვაქვს ნაგეცი და დედაფეთქებული საუსები, მოკლედ პირველი დონე მარტივი, მეორე დონე საშუალო დონე და როგორც ბასტომ თქვა, ეს არის ყველაზე რთული რა, და ბომბი რა. აუ ეს უკვე დაიძაბე. მიდი აწიე დაიწყე. პარფიუმიანერი არ მახსოვს, პარფიუმერიან პარფიუმი. პარფიუმერი. ეს კაი პასუხი არის. A Quiet Place. რიდიკი. რიდიკი? ხო, რიდიკი. რიდიკი ის არის ის არის თამაშო? ვინ დიზელი რო თამაშობს. ვინ დიზელი თამაშობს. ფორსაჟი. ფორსაჟი? კი, ფორსაჟი და აუხსნი ძალიან კარგად აუხსნი მეც გატო. მაგრა. ეს კითხვა რა იყო? გაჟღე. ყველაზე საშიში ფილმი რაც კი გინახავს. რუსთავაზე იდექი და რო იღებდნენ ჩაგიფრინა რაღაც. არა ბიჭო 11 ხო არის თუ 10-ია გამოსული რა. და უკვე საშიში. უკვე ახლა და ტორეტოც ისეთ რაღაცებს აკეთებს ყოველ შემდეგ ფილმში რომ რავი ეგაა საში ვინმეს ხო ეგონოს რომ ასე მართლა შეუძლია ადამიანს ხო წარმოგიდგენია რა. არა ძმაო არ არის. არა როგორ არა. არ ჯერა გარო. შე რიდიკი. ჩემი არ გაინტერესებს. რიდიკში რა ხდება არც ვიცი. რიდიკი მახსოვს რომ კაროჩე რაღაცნაირი ტიპი არის ეს ვინ დიზელი. საერთოდ მახსოვს ფილმი რაზეა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჯიგარი ხარ? საშიში არ არის. და დავწერე რიდიკი, იმიტომ რომ ეს ალბათ არის ბოლო 15 წელიწადში ერთი პირველი და უკანასკნელი ფილმი, რომელიდანაც გავედი. გახვედი? ფილმი კინოდან გახვედი. კინოთეატრიდან. იმდენად ცუდი იყო, რომ საშიშია. ეგ არ მე უნდა ჩემზე ნახოთ. ამან და ჩემს გაინტერესებს. ჩემი აზრია. შეიძლება ბერმა არ იცოდეს ეგ ფილმი რა არის. ანუ იმენასა, ანუ უცებ კეტვი ტიპი არის, ცოტა ვიცი, ნიშია, ის არაადეკვატურად დაჯილდოებულია კნოსვის ნიჭით, რა დაიბადა თევზებში და რაღაცეებში და იწყებს ანუ იდეალური პარფიუმის შექმნას. ადამიანების ზეთე კლავს ამას და იქნება და ბოლოს დაიცხავს ამას და მაგადგან იღებს პარფიუმს. პარფიუმს და ბოლოს დაიცხავს ყველა ესე იმას ისა და ბოლოს ყველაზე საშინელება რაც არის ცხრილად ესე მიიცხავს გაიხდის და მაგ ტიპს შეჭამენ. ვიცი, ბოს მე მგონი ნაშია მოხდიოს, სულ მე შეჭამენ. ბოლოში ხო ორგიაც არის მე მაგ. არა, ორგი არის თელი, ანუ აი თავისუფლების მოედანი რომ გადატენილი იყოს, წარმოიდგინე და ყველა რო ორგიაში იყოს ჩართული. ნახე რა არაპროფესიონალიზმია ეს რა. ეკა არაპროფესიონალიზმში ნუ მიწყობ ხელს მაგაგეთი შო გადაღებაზეო. საშიში ფილმი არ არის. აუ საშიში მე როცა უყურე, მაგაზე გულთან ეს არაფერს არ რამსული უნდა გამომეცხადოს. ისეთი რომ ეგ მაგაზ მეტად დამსტრესოს რაც მას ბიჭო ფსიქოლოგიური ნაბოზრობა არის პარფიუმერი უნდა იყოს მაგის და მაინც. ხო, აი ეს არის ფორსაჟის დამწერი და რიდიკის დამწერი რომელიც რაღაცა სპაიდერმენი აბრაზნი ფილმი და მე მილაპარაკები. ანუ მე ღადაობა დავწერე, ანუ ღადაობა მე არ მეცინე. ეს იცი რა თემა, არავის არ უნდა ცხარეს ჭამა. მაგრად. მოდი ხმის მიცემაზე აი, გადავიდეთ. მე კაროჩ მე არ გიჟი მე პროსტა დაგჭი. 3 2 1 გოშა. ვინ იყო იმ არც გაიდოსია. შენი კრავი. ხო თქვი. ანუ პროსტა გამოვსტერდი რაზე ფორსაჟი უწერი. ხო გამოვძვერი? შენ გამოძვერე კი. აუ ხო არ ხოდა ბიჭო. ისე აპონტია სტუმარი მოვიდა და პირველივე წავაგეთ. რა ვიცი, აჰა. ზე გადმოვიდა. ფორსაჟმა წაგაგებინათ. არ არის ხარი. ამას დავლევ თუ გინდა. ზეში ჩავას. ეს გემრიელია. კი. აუ ეს უკვე აუ მაპატი. როში შევიდა პროსტა აი მოსაგებად რაღაცნაირი ბასტო აზარჩია სერიოზული. მედია რა. სამსახური. ტუალეტის ენტერტეინმენტი. პროფესორის საზოგადოება. გემრიელად ჭამა. ეს კაი პასუხი ახლა დავფიქრდი. კითხვა რა იყო? ინტერნეტი რომ გაქრეს, რა მოგენატრება ყველაზე მეტად. ხო, ანუ ჩემთან პრობლემა ხო რა აქვს იმას უცებ რო კითხო. აბა ჯერ ნახოთ, ახლა უცებ კითხოთ და ტუალეტის ტუალეტში გართო, ანუ ტუალეტში შედიხარ ეს.
შენ ვერ მოესწარი იმას, რომ იმას ვკითხულობდით იქ ჟურნალები და მომესწარი, მაგრამ მომენატრება. სიგარეტი დამრჩება, ერთ დროს სიგარეტი მოუწიო ხოლმე ტუალეტში. სიგარეტის რო გაქრას მე დოინჯით ვიჭდები ხოლმე. შენ რა გიწერია? მე მიწერია პროფესორი საზოგადოება. აი ეს ის რომელიც ასწავლიდა. აი რომ ის ეგრე არ უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, აი კომენტარებში რომ გამოდიან და ყველაფერზე რომ ტვინის ჭამა მიდის და ის მიდის პროფესორობა, რომ ყველაფერი რო გონიათ იციან ამას და დაუწერე, იცი, ვის ჩაუჭრდი წვდომას ინტერნეტზე. უეჭველეგა, რომ შენ ახლა ესენი არ გევასებიან ინტერნეტში, უეჭველი. ესენი გევასებიან? ეგენი ვისევასე, ეგენი მშობლებსაც არ ევასებიან. რატომ მოგინატრება? ბიჭო, იმიტომ რომ მაზოხისტი ხო არ ხარ? ცოტათი კი. მე ხო გითხარი, ჩემზე ცუდ კომენტარებს აქვს, მაგრამ ვეჯექი ვკითხულობდი რა და აქედან გამომდინარე, ესე ხალხიც და მომინატრება. ძალიან შეიყვარდა ეგ ხალხი. აუ წააგო რომელია. გემრიელად ჭამა, ხო? და შენ გემრიელად ჭამ, თუმცა იქ ინტერნეტში რაღაცაა ჩართული პარალელურად. ხო. აი ეგ მე ყველაზე მაგარს. აი პასუხი. მე როგორ ჭამ ხომ იცი? რასაც ჭამ, იმას წერ და გვერდზე MasterChef-ს ვაწერ ინგლისურად, ანუ აი. და უყურებ როგორ აკეთებენ? ჩაწერ stir fried MasterChef და სამი სხვადასხვა ქვეყნის კონტენტი ჩამოგეშლება და ზუსტად იმას აკეთებენ და იმაში რასაც ჭამ. ცოტა უცნაურია. ძალიან მადის ანუ გემ ან შენ ცუდად გამოიყურება და იმას უყურებ. ცუდად არასდროს არ გამოიყურება ჩემი კერძი. ეხლა მაგარი უცნაური რაღაცა თქვა. ძალიან გაგისტორდებათ მართლა დამიჯერე იმენა. ანუ ვიღაცის საჭმელ, ანუ რა საჭამ იმ საჭმელს უყურება. იმ საჭმლის კეთებას სხვადასხვა ვარიაციაში და ანუ კონცეპტუალურად ბიჭო, არა, ეგეთი ფეტიშისტები ვიცი, მეც ყავს ერთი ნაცნობი. ფეტიშისტები. მე მეორე ვარიანტს გეტყვი, გინდა? აი მაგალითად ჭამ რაღაცას და როგორ ჯოავს ტიპი მაგას მოყრებ. ხო კარგი სიამოვნება. არა. აი ზუსტად ისევე ანტონიმია იმის უფრო გესიამოვნება, რასაც ჭამ იმაზე რომ კარგად არის გაკეთებული, ვიდრე ანუ ხო. ლოგიკა დაუწევ. თუ მუშაობს ცუდად, ისიც კარგად მუშაობს, როცა არ გიცდიათ. შენ მე მგონი ბევრი ლაპარაკი არ გიშვა. ერწამს. ეხლა მე სახეს გავიძრობ. მიდი. კოსტას უწერია ბიჭო სამსახური ვის მოინატრება? სამსახური გიჟი ხო არ ხარ? ფული მოენატრება თორე სამსახური არ ბაზარი არა, ზუსტად, ანუ სახლში დაუჯდები ყველაფრის გარეშე. ბიჭო, აი არ მინდა ძმაო, რომ ვიფიქრო, რომ ეგეთი სამყარო რეალურია, სადაც ადამიანი სადღაც ყოველ დღე მიდის საიტში და იქ მოენატრება. დააკლდება კი არა არის. ბიჭო, არა, მოიცა ერთი წამი. პონტი არ არის. გაქრა ინტერნეტი. ვერც კონტენტს ვაკეთებ, ვერც ვმუშაობ. კონტენტს. სახლში ვზივარ, აი, ვაფშე ვერაფერს, მაქსიმუმ წიგნები წავიკითხო, განვითარდე. კონტენტ კრეატორობა გეთქვა, მაშინ სამსახური არა ის. კარგი, მოდი, მის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 გიოსა. კოსტა თქვი? ორი ხმა მაქვს მე და ორი ხმა გიოს. ჯეირანი. ჩანდაბა. შენ იყავი ხო? არ ვიყავი მე. შენ იყავი? არა, არ ვიყავი. კითხვა რა იქ? არათო. ინტერნეტი გაქრეს რა მოგენატრება ყველაზე მეტად. მე ვყოფილა. შენ რა გეწერა? მე რა გაგიზიანებს ყველაზე მეტად. გადაობა იცი რა არის მე რო დავიჯერე, რომ იმპოსტერი არ ვიყავ. იმდენად შევედი ამ იმაში, რომ მე მართლა მომინატრება. აჰა, გიოს, ტუმარმა მოგართვა მეტი რა გააკეთოს. აი გარე. საერთოდ არ დაგინანა თუ რა არის. სულადა. ლეო დავინჩი. ავსტრიელი მხატვარი. მაიკლ ჯექსონი. უილიამ დეფო. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. რომელ ცოცხალ ან გარდაცვლილ ცნობილ ადამიანთან ისადილებდი? შენ რატო ისადილებდი? ბიჭო, იმიტომ რომ აი კაკრას ცოტა ხნის წინ საუბრობდით გიოსთან, მე და გიო რა, რომ ჯოკერის როლი მოუხდებოდა თქო ძალიან უილიამ დეფოს და ზოგადად ეგ ტიპი მომწონს რაღაც ჰაბიტუსზე ან შენ მევასება. შეგეძლო დედამიწის ზურგზე ისტორიის მან დროის ხაზი და ნებისმიერი ადამიანი კი, მაგრამ ან ნახე ჩემი საყვარელი პერსონაჟი ზოგადად არის ჯოკერი რა. დიახ. და ჯოკერს ახლა ვთვლი რომ უილიამ დეფო ითამაშებდა საუკეთესოდ და მაგიტო გასასწორდა ისადილებდი მასთან ერთად. ხო. უილიამ, გასაგებია, კაი. მე შენ პასუხი ძალიან კაი არის. მე ლეონარდო დავინჩიდან მაგრამ აი ისადილებდი რომ, იმიტომ ისადილებდი რომ მაგრამ საჭმელს არც დავაკვირდებოდი, თუ ვინდა ჩემით ჭამეთ გეტყოდი. თქო რაღაცა კითხვები მაქვს მაგ ადამიანთან. როგორ უყურებს სამყაროს რა, ანუ აი ბევრ რაღაცას გავიგებდი ჩემი აზრით. მე მიწერია ვის სახელსაც ვერ ვიტყვი, ვოლდემორი არის ასე ვთქვათ სოციალურ ქსელებში. აქედან გამომდინარე შეიძლება დავიბლოკოთ, ამიტომაც დავწერე ავსტრიელი მხატვარი და ბონდი ასე ვიტყვი, ავსტრიელი მხატვარი ვის სახელით არ ითქმის რა. ვიღაცა განსაკუთრებულად ხო ვიღაცები არ უყვარდა ხო განსაკუთრებულად. ხო. რა კარგად მივხვდეთ ვიზი არის ზოგადად რაღაცა არა ავსტრიელი. მოკლედ ვენაში უარი უთხრეს რა თავისი ნახატების მიღებაზე და მე გერმანიაში გადავიდა აეწყო ბიჭი. ხო, ულაში ხო არ ქონდა რაღაც უცნაური. ხო. აი ყველა კაცს ქონია ეგეთი შემთხვევა, ხო? აი უკვე ვიცი რა სიტყვი. ხო, წვერსაც ვიპარსათ ხო ვიტოვებთ მაგას, იმიტომ რომ პროსტა გვაინტერესებს. არა, იცი რა არასდროს არ მიქნია მართლა. სერიოზუა? მე შუაში არც მაქვს. ხო, ბაზარია, ვერ იზამდი. მე ვერ ვიზამ. ხო და ეხლა ვინც ვერ მიხვდა ამდენი ხანი დაიკიდეთ მაშინ. არ გვია არც მიხვდა ჩობს და მე იმიტომ დავწერე ეს რომ შენც მეორე კითხვა გაქვს მასთან.
ბევრი კითხვა მაქვს მასთან. პირველი იცი რა მაინტერესებს? ზოგადად მე ვარ ისტორიას მცოდნე. ისტორიას წერენ გამარჯვებულები. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ადამიანს, ვინც დამარცხდა რა. და დამარცხდა ეს პატივცემული და აქვს კითხვები. მართლა მაინტერესებს რაღაცეები და მართლა ეგეთი შერწყმული ფორდის ტანკები რატო გქონდათო მაგალითად? ან ბოსის, ну ბევრი კითხვა შეიძლება რა. ფორდი. Porsche. ფორდი. Porsche. მე ვიცი რომ ამერიკული ბრენდის იყო. Porsche იყო. არა, მეც მაინტერესებს. მე მაგითო თქვი გურჯიევთან, გურჯიევი არის ტიპი, რომელიც აი მენტორობდა სავით ამას რაღაცეები, გააგებინა, ასწავლა რაღაცეებზე შეახედა და ეს და გაგიჟდა და ის წამან დატოვა ის წავიდა კაროში და ემან ვერ ის ალბათ ის რაღაცა რაც ამან უთხრა ვერ დაიტია კი რა სწორი ანალიზი ვერ გაუკეთა და გალაგა ბიჭო არ იგო ეგ ნაღდი გამიგია მაგრამ რაღაც მითს უფრო გავს ბიჭო მითს უფრო გავს თუ არ გავს ვკითხავდი ეს როგორი თემა იცი თუ არა თქო სტალინი რო გულში ლოცულობდა ეგეთ პონჩი მითი არის და მაგასაც გავიგებდი რა საბოლოო ბევრ ამას კითხავდა თავი მოიკლა თუ არგენტინაში წავიდა და მან კუნძულზე ხო რა თუფახთან და ჯექსონთან დიდი შენ მაგინტერესებს რას ელაპარაკები ეს კარგი იყო ბავშვები მოსწონდა თუ არა ხო ბავშვობიდან ამას უსმენდი და ხო აი ზუსტად მაგას პედოფილი იყო თუ არა მაგას იხავდი ხო მაგრამ თუ იყო მოკლავდი არა არ მოკლავდი მაგრამ დღემდე არ მჯერა რომ ანუ იმიტომ არ მჯერა რომ ბავშვობაში მაგრამ მიყვარდა და ახლა დღესაც მიყვარს და ბავშვობაში რო გიყვარს მაგიტო რატო არ გჯერა იმიტომ რომ ჩემი კუმირი იყო რაღაც აი პროსტა არ გინდა რომ ეგრე ხო არ მინდა რომ და ჯექსონი როგორ მაგრამ ევასება ვიცი და დუალიპა კი მარა ახლა დუალიპა სვაპონჩი მევასება იქნებ ჯექსონის ბაკუჩი გევასება ხო ჩვენ რა ვიცი ჯექსონი როგორ გევასებოდა ჯექსონი რომ მოკვდა თან ბავშვი იყავი ჯექსონი რომ მოკვდა მაგ დროს აი გახსოვს რა სად იყავი როგორ სად გაიგე 2009 წელი ეგ მეც მახსოვს და მახსოვს რომ სამზარეულოში იყო ტელევიზორი ჩართული და მე მეორე სართულზე ვიყავი იმასთან ვიყავი ნათესავებთან და დამიძახეს მიშა მოდიო მაიკლი გარდაიცვალა და მეთქი ვაიმე და ანუ ეგ არ მახსოვს მე რა ვაიმე რა კაცი წაგოიქცა ჩვენი მაიკლი ხო და მაგრამ ეწყინა აი თითქმის ვიტირე რა კარგად ახსოვს რა მეც მახსოვს მე მახსოვს რომ გარდაიცვალა ჩემი ძმასთან იყო ჩემი ძმის კურსელი რომელსაც ჯექსონის მაგარი ფანი იყო და ბილეთები ჰქონდა დათრეული რაღაცა ტური ჰქონდა და ბილეთები ჰქონდა დათრეული და მიდიოდა და ტვინს ყნობდა კაროჩე მივდივარ და გამოსებაში მოკვდა რაღაცა და აი ეს რო გააკეთა მაშინ ის დაიბრუნდა მაგის გამო ხო არ მოკვდა ეხა აქედან უყურე პასუხი მარტო მე მომწონდა ბავშვობაში ემინემ მომწონს სამივე ეხა მე მეტყუდა ჩემგან რა გინდაო მაგრამ ჩემი არ მომწონს აგერ ნახე რა მხელა დიდი ადამიანები დავინჩი წერია იქით მაიკლ ჯექსონი წერია და წერია უილიამ დეფო რომელიც ჯოკერი არც უთამაშია ანჯელინას არ დაწერდა ანჯელინას დაწერდა ბასარი არა ო ანჯელინა რა უილიამ დეფო ბიჭო ანჯელინა უკვე არის ბებია ჩემის ხელა ხო მაიცა რა არა ბებია შენი არა ეხლა შე ბებია ჩემზე წუდები არ გინდა რა ბებია შენის ხელა ანუ ეგეთი ახალგაზრდა ბებია ვაჭამოთ რა მგონი ეგ დრო არა ეხლა ისე რას ფიქრობთ ჯექსონი ის არის ცოცხალია თუ გარდაიცვალა თუ დადგმული იყო თუ რა შეთქმულების წევრი ეგ შენი ვინც წერია ეგ ფაქი და XX ტენტასიონი ერთად არიან კუნძულზე ნუ მაგარი გულობა მიდის და ერთი გახურდია ერთი გამოგჩა არა განსაკურდია ცხონებული მე ერთი გამოგჩა გაიციო ცხონებული ერთი გამოგჩა კუნძულზე ის გამოგჩა ბიჭო ვინ გამოვჩა? ემი ვაინჰაუსი. არა. ეპსტეინი თუ რა. ეპსტეინი გამოვჩა. ეპსტეინი? ეპსტეინის კუნძულზე. და მაგის კუნძულზეა ყველაფერი. 3 2 1 კოსტა. ჩემი კითხვა იყო რომელიც ცნობილი ადამიანის გეშინიაო რა და ესე შიში არავისი არ მაქვს მაგრამ დეფოს აქვს ეგეთი ჰაბიტუსი. მე რო ვიგებ ახლა მაგრამ არ მომწონს შენ იგებ და იგებ ხო? არა და გაძახე. არა გაჩი შენ ცა დაგეხება? პირველი რაუნდები არაფერი. აი ამაზე რომ გადავალთ შენზე ვიქნები კონცენტრებული, აი 7 მაგად. კონცენტრებული რას ნიშნავს? ანუ შეგიძლია პროსტა ესეთი წესები აქვს ესეთი ხრელიანი თამაშია, რომ პროსტა შეგიძლია ტიპს აჭამო როცა გინდა. მოკლედ ჩვენი აქ გამოიწერეთ და ეს კაი გამია. ეხა არის ეს უკვე დამთავრდა რა, ეს და გადავედით ახალ დონეზე, აი ამაზე და აი ამას მალე მივუახლოვთ. ამას რამდენი აქვს? ეს არის სამჯერ უფრო სუნი. სუნი. ყნოსვა. გემო. აუ პიზდეც. შენ რა თქვი? გემო? მეც გემო. ანუ შენ შეგეძლო ყნოსვა აგერჩია? და გემო დათმე? ამა ხო და დამიტრია ვაი. არა, იმართაც მივალ, მაგრამ მოდი ჯერ მაგას
სამივე რაუნდია სულ შენ გადავწყვი. ხელსა სოკოსო კოსტა. არა. მე კაჩი აქედან აი რომ დავფიქრდი, გემო ხო იცი რა გემო არის, მარილიანი ტკბილი. ვიცი რომელიცაა გემო. ნოსვა არის ცოტა არომატი რა. მოკლედ მე ავხსნი გემო რატო ვთქვი რა? ყნოსვა თუ გააქვს და გემო თუ არ გაქვს, მაინც შეგიძლია რაღაცა გემოს იგრძნობ, მაგრამ მარილს ვერ იგრძნობ. არა, ერთი წუთი. გემო არის პირში რა, სწორიდან გემოს ვერ შეიგრძნობ. რეცეპტორები გვარი ხო, მაგრამ იდეაში ტვინსად ყუებ რა. ხო რა იყო თქვით? არა, ზოგი კოვიდის დროს მაგითა ცხარეზე არ შემიმოწმები. ის თქვით? კითხვა რა იყო დამავიზდა. ხო. ლაპარაკი. კითხვა რა იყო, ლაპარაკი ინტერესებს. დავიკითხეთ მე. კითხვა რა იყო და თქვი ეხაბარე. რომელი გრძნობელობის დაკარგვა რომ მოგიწიოს, რომელს დათმობდი? მიშა ვიცი რა მიქცა 2 წამის წინ. კითხვა რა იყო? არა, მე გითხარი, ჩვენ ვთქვით, კითხვა რა იყო? ჩემთვის სეიფსონაში გახვედი შენ იმ დროს, როცა ეს ძალიან მარტივიაო და უეჭველი გამოვიცავ, თუ მანდ გაჩერდი. შენ ამ კითხვაზე რამდენჯერმე ის ფრაზა ახსენო, დავთმობდი. ისე რომ არ იყო, მე ხო ვიცი რო არ ვარ და მიშას ვაძლევ ხმას რაც არ უნდა მოხდეს. მეც. რომელიც შენ საყვარელი გრძნობაო. შენ აგიწერია გემო? გევასება გურმანი ხარ? ია. ეგრე პოსტაზეც ანუ ერთი არა დათმობაზე ვაძრობდი ხა სანამ იმას ვიზა. 3 2 1 გიო. მიშა. ვინ თქვია? გიო ვთქვა. შენ არ ჯეირანის თამაში. მე და შენ თამაში. ო გიო იმპოსტერი 100%-ით. 100%-ით ვარ დარწმუნებული. ჯეირანი. მოიგე ხო? ხო შენ იყავი? შენ იყავი? აუ მე გიოზე ვიყავი და ბიჭო შერლოკ ჰომსი ვარ. ბიჭო გემო რანაირად დაწერე? ამ კითხვაზე მე საერთოდ მე სწორი ვიყავი ხო? იმენა გემოს ბიჭო ასარჩევად რომ მქონდეს მართლა დავთმობდი. ან გემოს დავთმობდი ყველაფერს. მაშინ ცხოვრებას აზრი ეკარგებას. იქნებ წონაში დაგეკლოთ ასე რა. ეგრე ხო, პლან მე მომშივდა უკვე. ხო ბიჭო, ეს არ მოვიდა და უჭმელია, არ ჭამს არაფერს. ისე ბასტოს რომ მივწერე სტუმრობაზე მითხრა ეგეთი რაღაც რომ მოვალო და სახეს გაგათილთ ყველასო ყველა წააგებთო რა და ჯერჯერობით და. ჯერჯერობით ეგრეა. როგორია? ძალიან ცხარეთ ყემალს გავს. 25. რაც ადრე მით უკეთესი. 14. 14. ვაა. კითხვა რა იყო? რამდენი წლის ასაკში უნდა დაიწყოს ადამიანმა მუშაობა? გონია 3 2 1. რა ცუდად გაქვთ მოწყობილი გონება რომ გონია რომ 14 წლის დაწყო უნდა იმუშაოს. არა, როგორ მუშაობაზე ვსაუბრობ? არა აქ მნიშვნელობა ბიჭო 25 წლამდე თუ აზრზე არ მოხვედი რა გინდა მუშაობა დაიწყო იმენა ცხოვრება გენგრევა ჩემი და დავატირე. 25 წლამდე ფული არ უნდა გამოვიყო. კიდევ კაი 25 წლამდე არ სადავი მუშავე ჩემზე ბედნიერი მაგარაწყოთებაში არ უნდა. მოიცა არ სადმე მუშაობა ხო არა არ სადავი მუშავე. ჰამაკი რამდენი გავს? ჰამაკი რა აი 4 წელია. 24-ის ბოლოში დავიწყე. ატყობთ როგორც კი თვითონ ეს არის. ძალიან ნერვიულობს არა მე მეშლება ნერვები რომ თქონიათ რომ 14 არის სწორი პასუხი ამ ყველაფერს. არა ბიჭო არ მუშაობაში მithქვა. 1 წამი რა ანუ ფიზიკურ შრომას და რაღაცა ბლოკების ზიდვას არ გულისხმობ. აი რა ერთი მუშაობა მე რა მუშაობა და 14 წლის ბავშვმა ჩემმა შვილმა მაგალითად რომ პროგრამირება ისწავლოს და კოდი წეროს, საიტები ააწყოს 14 წლის ასაკში, ვიტყვი რომ ბედნიერი მამა ვარ, იმიტომ რომ გენიოსი მყავს ბავშვი და საღოლ. ასპა შენ მუშაობას მარტო იმას ეძახი, უფროსი რო გყავს და სადღაც მიდიხარ და 9-დან 6-მდე მან ძიხარ. სამსახური რაც არის არის მუშაობა. ან ბლოკებს ათრევ. სამსახური არის მუშაობა. რაღაცა რომ ან წაღარ მითხარი რომ კოდინგება სამსახური არ არის? არა, შეხედე მე რას ვამბობ, იცი მუშაობას, რომ შენ პასუხისგებლობა აქვს ისეთი, რომ რა ეგ რო არ გააკეთო, რომ რაღაცა ზიანდება. მე გამოცდილება მაქვს მაგის ეგრე ვიყავ, ჩინეთში ვცხოვრობდი, პროექტი ვიყავი 16 სასახლეში ჩემი ფოტოები ეკიდა თავისუფალ უნივერსიტეტში. და ის რა ქვია, რექტორის ლეპტოპიდან მეილზე მაქვს დაგზავნილი. 25 ძალიან ბევრი არ არის? ჩინეთში ყოფნის დროს მივხვდი, რომ ფეხებზე მეკიდა ჩინეთი. არა, გებე მოგყვები მაგაში. ჩამოვედი მათემატიკით ჩავაბარე და მესამე კურსზე მივხვდი რომ მათემატიკაც ფეხებზე მკიდია. მე ჩემი გამოსლებოდა 25 წლამდე აზრი არ ვიყავი არაფრის. ეგ არის მუშაობა, აბა მუშაობა რა ვიცი, მუშაობა შეიძლება ბევრი რამე იყოს, რომ ვარჯიშობ და TikTok-ზე იღებ და ვიღაცა გირიცხავს ეგ მუშაობაა. ანუ რავი, თუ ეგრე თulit მე ვწდები. ანუ მე არასწორი პასუხი მიწერია მაშინ, თუ მაგას მე მუშაობა პროსტა აღვიქვი როგორც აი მუშაობა. მაინც 25 აი რაც არ უნდა მუშაობა და გეკვა 3 2 1 ბასო. მე არ ვიყავი. ჭამეთ ძმებო. არ ვიყავი ეს. შენიყავი ბიჭო. რას მე ანუ რატო გონიათ რომ მე ვარ ბიჭო რა ის 14 წლის აქში ძრევა არ იცოდი რა იყო რა მუშაობა ბიჭო სულელი ჭამეთ ძმებო ჭამეთ რას მეუბნებით თო ჩემი კითხვა იყო ძალიან მარტივი
დაწერეო 30-მდე რამე რიცხვიო და დავწერე. რაღაც 14 დაწერე შენ. ბოდიში რა. ბოდიში კი არა, მე ბოდიში და მომიხაროთ რომ ეგრე ფიქრობთ ჩემი მაგრამ 25 წელი ბიჭო, მე ჩემი ანუ 25 ჩემი იმპოსტერი ვარ ყოფილიყავი 25 მაინც ძალიან ბევრია. არა არის 25. გეთანხმები რას თქვი იმაში ყველაფერში, მაგრამ მე რო 25 ბევრია. და მე რო ყვერების საფხანი 3 წელი არ მქონდა დედასვიცა ვარ თუ რამე ნახევარი ვიქნებოდი დღეს რაც ვარ აზროვნებითაც, განვითარებითაც და კარიერულად რავი, ეგრე ვფიქრობ მე. ხო, ოკეი. მე რო ჩემ მეგობრებთან ერთად ვზარიყავ, თქვენ ხართ ახლა ბაბლი ხართ, მე ჩემი ბაბლი მყავს. გავიგე. იქ ყველა 25 დაწერეთ. ნუ მიშამ გაიგდო, მიშა ძალიან ისეა, ყოჩაღად და. შეხშიო და ეხლა შეგიძლია. მომშივდა ამასობაში. დავიჯერო ეგრე ძალიან არაა, წარე რო არავის მიმიკა არ გეცვლებათ. რავი ტყემალია. ხო, ტყემალია. იმინე ტყემალი არის ხო? მე ვიცი გაუბრალს, ნე ეგრევე რო დამცინეთ. და მე მაგას ვფიქრობ რომ მე ამას უღაღადებ, რომ ცოტა დრო მიეცეთ საკუთარ თავს და დამცინეს და ნერვი მომიშავა. ბოდიში მე მართლა გეუნები, მე მაგიტო ვთქვი რომ თქვენ თუ ეგ მუშაობა იგულისხმეთ. არასწორი პასუხი მიწერია თქვენ. წაველები. მესამე თაობა. არსებობდა ეს ეწერიელი და ფარული ნება დავწერე უბრალოდ. სიყვარულის ჩურჩული. კაი, ითქვა რა იყო? რა არ უნდა დაარქვა სერიალს. აი ხა ყველასთან კითხვა მაქვს ერთ წამს. ან მე მაქვს ყველაზე კაი პასუხი იმის მიუხედავად რომ ახალი სერიალი არის სადაც პატივცემული თამაშობს და ვარდო შაინზი არის თავროლში. რა არ უნდა დაარქვა მე? არ უნდა დაარქვა. არა, ხო მე არ დავარქმევდი. ხო. მაგრამ რა სერიალიც არის? რაც უნდა რომ სერიალი გამეიღოს იდეალური სახელი აქვს ჩემი გადმოსახელი. რის სიმწაველები წერია მაგრამ. სისხლის. სისხლისა. დიახ. მესამე თაობათან ვიმღერე კიდეც რა, ამაზე გადავდეთ დაარქვეს ჩიფსების თაობა იყო სერიალი და მე პირველ არხზე გადაიტანეს და ჩიფსების თაობაც მე მესამე თაობა დაარქვეს და მესამე თაობა და ამაზე გადავდით რომ ვერაფერი ვერ მოიფიქრე. და კოსტა მიწერია. ფარული ნება. მე ძალიან ისე წავედი, აი მართლა მინდოდა რაღაცა ის მე მეგონა რომ აი მაგრამ რატო ხო რამე გირჩი ეკიდეც რომ მეთქი ხო, რა, პროსტა რა ვიცი, რაღაც ვერ მოვიფიქრე და ეს ძალიან ცუდი სერიალი იყო. რაო? სიყვარულის ჩურჩი რაღაცა ცუდი მოიფიქრე პროსტა. ხო, რაღაცა რაც არ უნდა. ანუ არ არსებული სერიალი. ხო. მოკლედ გამახსენდა ეგ აი ბანზი და დებილი სერიალებიდან. ძალიან თესლი სერიალი. რა იყო თესლი სამი და სერიალი? სამი ძმა. მაგრამ მევასე. ბიჭო ისა. ბავშვობაში რაღაცა ჩიმარო რო იყო რა? ბავშვობაში, ჩვენს ბავშვობაში იყო აი უთესლესი ზაპნის ოპერა რაღაცა სამი ძმა იმენა. და ყველა მაგაროვიძე იყო და მიდიოდნენ. ბრაზილული რაღაც თემა. ხო, ზაპნის ოპერა იყო ვენესუელა, ბრაზილიური თუ რაღაც. და მე ყველაზე მაგარი. მე ის გახსოვთ? ბებუებმა რო ჩიმაროს ნასკი გაუგზავნეს. კი. ასათიან წაი. მაიაწერეთე. ჩათვალეს რომ მართლა ხუანი იყავით და ფეხზე გციოდათ. ეს წინდებია. ფარული ნება მე მაგრამ ის კაცი მევასებოდა მაგრა. ბაბუა მევასებოდა მაგრა. კი, კალიას გაშლება ხო. ახსოვს ბიჭო. და სტრიპტიზიორსთან რო გახსოვს ეგ სცენა რო აგულავებენ დაბადების დღე თუ რაღაც რო ბაზარია ძალიან მაგარი. და იმ სამ გოგოში სარა ხიმენა, ნორმა, ხუანი, ოსკარი და ფრანკო ჩემ. და მაგაზი ამბობ ბიჭო. სუდია. მე ამ კითხვაზე იმპოსტერი არ ვარ, მაგრამ მე მგონი ზოგადად იმპოსტერი ვარ ამ სასწაულს. თქვი და მაგას ვადებ, ისეც იტყვებს ეგ არის რა. დამი 2 1 კოსტა მგონია მაინც არ ვიყავი იმპოსტერი. შენი ხარ. ტიპა შეგვისრულა და კი შეგვისრულა. არა, იმენა შეგვილაგა ბასტომ ძმაო. შენ ძალიან კარგი ხარ ამ თამაში. ძალიან ბიჭო. ბიჭო ახე მიხვდა რა ლოგიკით მივდივარ. სახი გაგვართალათ იმას. მივხვდით რომ ეგრე იყო აქამდე, რომ იმპოსტერი იყო. ახლა იასე რაღაც დაჯდა და ზუსტად ხო. კონსტანტინე არის აქ წარმომადგენელი. კონსტანტინე ვერავის ხელი ვერ დავადე. საერთოდ ყველა პასუხი სწორად გვისრულა. აკეთ რა ცოტა ფთადაში. და ბასტო რო არ ჭამს არაფერი ყველაფერი სავსე აქ. მე ერთი ვჭამეთან. მოდი აქედან ავიგებ რა შენ. ორი ვჭამე და. ჩვენ ამასობაში არქი გამოიწერეთ და მე იმედია არ დამენძრევა. ეხა გადავდივართ. ჰა? ამ დრომდე იყო ბავშვების რაღაც გართობა თამაში. მერთო დაგვენძრა. ეხა გადავდივართ. მერთო მძიმე დაგვენძრა. ანუ აი მიმართვა არ იყო მაპატი. არა, მეზარი არის. აუ, მიდი რა, უთხარი ხალხს გამოგვიწერო რა. აუ, ბიჭო, მე გამოიწერეთ რა. 7.5. 6. 5. 9. 9. კითხვა რა იყო? კითხვა რა იყო? 10 ბალიანი სისტემით რამდენად სიმპათიური გონია საკუთარი თავი? გამეცინე. აი, რომ მოჩებიან ხლიცინს, მე გოცემ პასუხს.
მინდოდა გაცინება. ამას ციცოზე მეცნება მაგრამ. ეს და შენ თუ არ ხარ იმპოსტერი. აი ჩეხლიცის რომ მოგჩებიან, მე გავცემ ამათ საკითხის პასუხს რა. მე როცა ახალგაზრდა ვიყავი და 20 კილოთი ნაკლები. კი, ძალიან მომწონდა ჩემი თავი, ოღონდ მართლა. მაგრამ ეხა არ ხარ ახალგაზრდა. კითხვა რა გამიმეორე თუ შეიძლება ზუსტად გამიმეორე. რამდენად სიმპათიური რომელ ხარო? დროში არის 10 ბალიანი სისტემით რამდენად სიმპათიური გონია საკუთარი თავი. ამ მომენტში? გონია. დღეს. ამ მომენტში დღეს და ესე არა, ანუ ზოგადად მე ძალიან მომწონდა ჩემი შენ თავი. თავს აფასებ 10 წლის წინანდელ 10 იმასთან არა, კოსტასთან. 3-ის, მაგრამ ხო. 3 2 1 კოსტა. აბარა ბიჭო. მეც იმპოსტერი ვიყავ. მეც იმპოსტერი ვიყავ. ყველა იმპოსტერი ვიყავი? მე მქონდა კითხვა ბროების არხეში აფასეთ ერთთან ათი. ხო, მე ხო იყო წეგი. მეც 9 დავწერა მონდომების ამბავში, მეთქი არა, ვარ ცუდი ხალხი. ეხლა რა უნდა ვქნათ? მე უფრო მაინტერესებს. კოსტამ უნდა ჭამოს. ანუ არა, კოსტამ იმპოსტერი ხო მოიგო. იცი ბიჭო. ჩვენ სამმა იმპოსტერმა მოვიდა. არა, შენ ვის მიეცი ხმა? მარტო კოსტამ უნდა შენ ჭამოს. ვის მიეცი ხმა? არა, ჩუმად. მე მგონი არავის არ მიმიცი. არა, მე გეტყვი რა უნდა ქნა. კარგად დაღეჭე, პირში გაიხსენი, თორე კუჭში თუ გაიხსენი, კუჭიც აქ ტკიდება და ტრაკიც მე. აუ ძალიან ცუდი ტრეილერი გაუკეთეს. წვეთებით არა, ამიტომ აი მეტი არ გინდა. მოჩვენ რამდენი? აუ, კარგი, არა არის, ხო? ბიჭო, პირველად ჭამს და თუ რამე ჩვენ დავამატოთ. თან ერთად არის. არა, უშავ, ჩვენ დავამატოთ თუ რამე. კუჩი გავლე. კარგად დაღეჭე. ჯერ ეხა 10-დან 8-ზე ჩამოვა ეგრე. 10-დან 6. გადაცემა 10-დან 3. უკვე წამოიგო შანსია რა. ეს რა არის? ძალიან ცხარია, ხო? სერიოზულად? კი, ძალიან ცხარი. მე მაგიტო გითხარი, კარგი დოზაა. ეგ რა იყო? არაფერი არ იყო. აა, თავზე დაახურე, შემთხვევით არ დაიწყო. დრაკონი მგონია ჩემი. ძალიან ცხარი. ღმერთო, დამცხა. თვალებზე არ მოიგიდო ხელი. გაფრთხილება წერია თურმე. Consume one drop at a time. ანუ ერთი წვეთზე მეტის მიღება. ერთი წვეთი აა, დავასხი არა. ერთ წვეთზე მეტის მიღება არ არის რეკომენდირებული. ამას გადავაგდებ. კიდია თქვენ თუ არ გადააგდებთ, მე გადავაგდებ. ბუ. დიახ, სხვათა შორის მე მიწერდნენ კომენტარებში, როცა მლანძღავდნენ ეს ბუ ბიჭიო რა. კომპლიმენტად მივიღებ. კავკასიური ფუტკარი. ტრედებს. ვავა, ლომი. ლომი დაწერე? ლომი დავწე. კითხვა რა იყო? რომ შეგეძლოს რომელიც ყოველად გადაიქცევა. კა, ცხოველი ფინველი ჩავთვალე ხა. კაჩო, ორი იმპოსტერი გყავს რა. ტრედე ბოხ ან შეიძლება 3. შეიძლება. გრამატიკულად. რომელს გააქრობდი ხო არ ეწერა იმას? ან ტრედები ხო ნერვებს ხო აქვს? შენ ფუტკარი კავკასიური. მაგას ბასტო მოყვება კავკასიური. კავკასიური ფუტკარი მაგაროჟა. ეხლა ვიბაზრე კაკრას, რომ ესეთი ჩემპიონატი ჩაატარეს ფუტკრებს შორის რა და ჩვენ თან რა ფუტკრებიც არის ქვია კავკასიური ფუტკარი რა, ჩვენ ჯიშს. და არის ყველა ოფიციალურად ყველაზე ზარმაცი ფუტკარია. და ეს კაცი ჩაატარეს ჩემპიონატი, უფრო მეტი თავს აწარმოებდა და მოიგო კავკასიურმა ფუტკარმა. და მე დისკვალიფიკაცია მიცეს, იმიტომ რომ ისინი რომ გადიოდნენ, სხვა ფუტკრები ეს ამაც კაში გადიოდა და მაგედან მოკოდა თაფლი. ჯიგრები. თავის ვიდეოში როგორ ყვება, იცი? ქართული ფუტკრებიო, გახდნენო გამარჯვებულებიო და დისკვალიფიკაცია მიიღეს, იმის გამო ყველაზე შეთესლები არ გითხოვს, მაგრამ და პლუს აწვება იმას თავის ვიდეოში, რომ ქურდობა არა ბიჭო, ფუტკარი რო ხარ და მაგას რო დამოსგავ რა ყველაზე ძეს კი რაღაცა უფიქრებია ხო ბიჭო, მოკლე გზა. იქ რო არ ყოფილიყო, ეს კასკი არ მოვიპარავდა. პროსტა უფრო ახლოს ეს თაფლი იყო, ვიდრე ის ყვავილი სადღაც იყო და გიჟი კი არა ვარ. იფიქრეს ამ იდიოტებმა იმუშაონ. ჩემპიონატს ატარებენ. ხო. ხო და თან ყველაზე თემა რა არის? ანუ შენ ხო თქვი რომ იქ ვიღაც გერმანელმა წააგო თუ რაღაცა. არა, მე ვიღადა რომ გერმანელს პარავდა თქო, უბრალოდ რეფერენსი. ხო. მე რა მქონდა, ეს გერმანიაში წავედი, მინდოდა რამდენიმე მობილური წამეღო და მაღაზიებს ჩუმად დამედო ეს. კომპენსაციის ამბავში ხო? მაგარი კონტენტი იქნება. ვაბრუნებთ გერმანიაში მოპარულ ნივთებს. აუ ზაბირო. უხები რო ჩავაქ ჩუმად და რაღაც. მაღაზიაში უადროდებ. კარგი, მოდი გავაგზავნოთ. ისევ იმ კითხვას დავბრუნდ. ტრედებს. მოდი შენ გითხარი რატო არ ხარ და გავაჩერდე. ტრედი იმიტომ რომ ანუ რა მაგარი ტიპია. ანუ თავსო იმაშენ და ვაი, ერთი წუთი ტრედი გატოვა მაგარი ტიპია, გაიგეთ დაცადეთ. ნახე. აი რომელ რაღაცას არის კითხვა და მან ტრედებს. ნებისმიერს შეუძლია დააჯვას. ნებისმიერს. პრეზიდენტი იყო. და მერცხალს არ შეუძლია? როგორ? მერცხალს. აი ბუდ გადავიცი იმარო და იგრევე პირველი აი ნახე. ეს არის ჯაშუ. სპიონი როგორ და დისკალაკში არ შეამჩნევ, ანუ ხო მუჭულია რატო მოგეწონა შენ ტრედი გო დააჯვავს პრეზიდენტს თუ იმიტომ რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ვაპირებ გადავბრინე და მან ცივა მაგ ქვეყანაში უდო. ხო 3 2 1 მიშა როგორი ხარ შენ? ჩიჩუ.
ჩიჩუა ქებურია, გოგოა ნაჭყებია. შენი რა ხდება? ის ჭანტურია რა. ეს არის ბიჭო. ანუ ეს ხო ბერო არა, წვეთია ბიჭო, რა გინდა? რატო გინდა რომ დაგეგდო? ეგრე ბიჭო, არა, ცოდოა. всё. არა, კაია. არ გინდა დაგასო. კითხვა რა ქონდა? რომელ ცხოველს გადააშენებდიოთ რაღაცა? კაი, დავიკიდეს, ჭამე. შფოთვითი ის დამეწყო. პანიკური შეტევა რომ მქონდა ბოლოს, ეგეთი გრძნობები მქონდა შენ. მართლა. ვინმე მას 12 მოამზადეთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. ოპა, გაგედო ხო? არა, მოიცა. დაგეთახმა კიო. და დაითახლა ხო? კი. ბიჭო, ეგ ისეთია გვარდამეთახო აზრი არა. მოდი გავაგრძელოთ, ესე გავაგრძელოთ თამაში უკეთეს. ცოტა თავბრუნ ხო, აი რაღაცა, აი ასე რა. კაიფში ხარ. ძალიან არა, მაგრამ ძალიან აგაო ბიჭო, თაგა უსინდისოდ იტყუება. არხის გამოწერა დაგავიზეთ თამასო. ჯაპან. ჯაპანი. ეგრეთ წოდებული იაპონია. ეგრეთ წოდებული გათო. ეგრეთ ვინუწოდაც მომას გამიწ. Also known as ანუ გვანჟოუს მაკდონალდსი. საცავი. პუტინის კაბინეტი. რა იყო კითხვა? პირველ საწახვიდოი ტელეპორტაცია რომ შეგეძლოს. კოსტას მოუწევს კიდე ერთი ბარა. მე არ მიწევს. ამის კაბინეტში ჩავ. რა გინდა შენ? შენ ბიჭო დასაბრედი ყავს, ხო? ხო დასაბრედი ჯასნი, ყავს. ანუ ერთი წამი. შენ მოიცა. ვერ მიუახლოვდები ხარ. ტიპი არის ვერ მიუახლოვდები და ამ ტელეპორტაციით ხო ამის კაბინეტში გამაჩინა, ამას პატარო. მაგრამ ეგ კაბინეტში შეიძლება არ იჯდეს. ხო. ანუ მე ის ვიგულისხმე რომ იჯდეს. კედლებზე მიუფსი. აი, დაველოდები. აფხაზეთი საქართველოს აწევს. კაი, შენი გასაგებია, ჩემი გადმოსახედა, მოდი არ გავწილოთ რო ადამიანმა სწორი პასუხი. მე საცავს გეუბნებით, საცავი ხო იცით რაცაა? ტელეპორტაციის მომენტ ხო ეგრე წკაპან საცავში წკაპან გამოდი მდიდარი ხარ. შენს მაინტერესებს გვანჟოუს მაგდონალდში რა ხდება? მეგობარი მყავს ჩინეთში და მაგასთან წავიდოდი. მაგდონალდში მუშაობს. არ მუშაობს, მაგრამ გვანჟოუში არის და გადავიდოდი. გვანჟოუ რო გეთქვა იქ იაპონია დაწერა კაცმა. იაპონიის მეტრო ხო არ დაუწერია. ანუ იქვე ცხოვრობ. მაგრამ შენ იაპონია რატო? მან ხო გადაფრინდები რო რამე. თუ გეზარება, დიდი გზა. ბიჭო, ჯერ ერთი, ანუ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაგრა მინდა რომ ვიმოგზაურო მან და რომელიც შორს არის. ანუ ავსტრალია რაღაცა ლათინო ამერიკა და რაღაცები დიდად არ ხიბლავს. მოიცა ამ წამს გათქვი ლათინური ამერიკა არ ხიბლავსო? ანუ ამასთან შედარებით, თორე ისე წინა ეპიზოდში ბრაზილიელებსო ტრაკი აქვს, შენ ხარო დებილიო, როგორ არ მოგწონსო? ეგ რა შუაშია. მე გეუბნები მაშინ ტელეპორტაციაზე არ იყო საუბარი. მაშინ ხო ტრაკზე ლაპარაკი და გითი რა მომწონს. გავიგე, მაგრამ რაღაც შენ ლათინური ანუ იაპონელების ტრაკი არ მომწონს, მოდი პირდაპირ თქვა. აი ტრაკზე რატო ლაპარაკობთ ეხლა? ეგრეთ წოდებული იაპონელები. გადავიდეთ მაგდონალდსზე. ეგრეთ წოდებული იაპონიაში ტრაკები კარგები არა. 2 1 გიო. ვინ იყო იმპოსტერი? მე ვიყავი. ბიჭო, ბირთვი. რა იყო კითხვა? საყვარელი კვების ობიექტიო. რა, просто მე ცოტა ვიჩათლახე და გვანჟოუს მაგდონალდსი. ამან იაპონია რო დავინახე რო ეწერა გვანჟოუ დავწერე და იქნებ გავუძრე ასე. ხო და მაგიტო კითხე, ანუ ან პროსტა მაგდონალდსი მოდაგეწერა. დამეწერა რა გვანჟოუს ხო დაგეწერა, მაინც მანდაც მაგ შენ მოგცემდი. არა გვანჟოუზე არ. გვანჟოუს დედა. ხო მაგრამ აი მაგდონალდსი უფრო დამერხეობდა. აჰა გიო. შენ ბიჭო იაპონიას ვაწერ, დუალიპასის დაგეწერა ოთახიან რაღაცა შეჭე. მე რა, მომცემს განა? ისო პროსტა თქუილად შევიდე და რაღაცა რა. დაიჭირონ, გაკოჭო გამო. რა ვიცი. ოღონდ ამდენი მომივიდა. არა, არ მოგსვლია მაგდენი მიშას უფრო მეტი ქონდა. რა თავი რომ მოძრეს. რძე ჯერ ადრეა. ოღონდ შეიძლება ცოტა ხანში გვიანი იყოს და აი ზუსტად უნდა აიძიო. ჰა, შეჩემა კიდე თუ გინდა. ძე სტუდიაში. ზუზუ სტუდიაში ნება ძალიან. მოიც კიდე დავასხათ რძეები თო. ზროხის ზუზუ. ცუდად ხო არ ხარ? 4-ვე ზუდოდან რომ. აგაც. ცუდად ხო აგაც. ეს დავასკვიოთ აქ. ქათმის გულღვიძლი კეცზე. ო ეხა ეს ამაზისი და საბუთება სიტყვის კაი საცივი. აჭარული ხაჭაპური ფხალი. ხინკალი. კითხვა რა იყო? რომელია საუკეთესო კერძი ქართული სამზარეულო? ეს აა იმპოსტერი. მე? ჰა. ბიჭო, აი არ ვიცი როგორ დაგიმწე. შენ ბაბლში ყველა ამას დაწერდა? არა. ყველა ისე წოდინებოდა რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ კაროჩე ეს არის კერძი, რომელსაც ვერ ვიტანდი.
და რა რაღაც შეგვიყვარდა? ეტაპზე, ოღონდ კეთზე მარტო რა, ანუ რაც მიწერია ზუსტად, ხო იცი მწვანილებით და ხახვებით რომ აქვს გაგაგის ჯაუთ. აი დაჟე რომ შევდივარ რესტორანში პირველს მაგას ვკითხავ, აქვს თუ არა რა. საცივი მართლა უყვარს ან? საცივი ისე მიყვარს, აი ქვაბი რო იყო, ჩავხვდებოდი და ვიბანავებდი. ჩემი შეყვარებული საყვარელი კერძით საცივი არის. აი, მაშინ მით უმეტ არა, პროსტა შეიძლება, მაგრამ მე ეგრე არ მე ნიგოზზე იცი რა მიმართ, მე ინას მიჩილის. ხო, მე მაინც შემგონი ხარ ახლა. ხინკალზე? დიახ. მოეცა არავინ ხო არა? უი ხო, არავინ ხო არ არის. კაი, 3, 2, 1, ბასტო. როგორი თქვი? გიო, გიო, შენ ბასტო. მეც ბასტო. შენს ბასტოს თქვი? ხო. მე ვთქვი რომ არც ერთი არ ვარ იმპოსტერი. ხო, ანუ ეგ იყო, მაგრამ ეხლა შენ არ უნდა ჭამო? არა, ყველა უნდა ვჭამო. ყველა უნდა ვჭამოთ. მოდი, მაგის დედაც. 3, 2, 1. აუ, ძალიან ცხარია, ბიჭო. და ბანძი გემოა. შული ვიყო. პიზდეც. პროსტა ერთი რომ ვჭამო სოუსის გარშე. აი, ეგ უკეთესია მე მგონი. მინდა მივაყოლოთ. სხვა საუს დავას რა. მოდი, სხვა სოუსი და. სხვა საუსი? ვინმე ტკბილის სიტყვა მაინც მითხარით, ბიჭო. ვაუ, 9-დან 9-ზე. 10-დან 9 ხარ ბაზარია. ჩვენი ეპიზოდი სულ ეს იყო. შემდეგი სტუმარი ვინ გინდა რა იყოს? ანუ ახლა შემდეგი ვერ იქნება უცბად, მაგრამ რაღაც აი ერთ-ერთი სტუმარი. იქნება არცალია ვისაც. ბენი.